დღეს გავარკვევთ თუ იქნება ყველაზე გამბედავი იუთუბერი. მომდენო 1 საათის განმავლობაში 10 უხერხული დავალებიდან რაც შეიძლება მეტი უნდა შევასრულოთ. დავალებები იქნება მარტივი, საშუალო ან რთული, რომელთა შესრულებაც განსაზღვრულ ფულას მოგვანიჭებს. ამ შეჯიბრში მეგობრებო, ჩელენჯების ოსტატი, საუკეთესო მეფე და ამავდროულად საუკეთესო ვეზირი, ერთადერთი და განუმეორებელი ბიტ რაბანა გამიწევს კონკურენციას. როგორ ახლა? გაუმარჯო შედათქოს, გაიყარე. გემრიელია ისა ბატონლაში. გემრიელი სასმელი გვაქვს ჩვენ ახალი ევროპული თანამედროვე სომერსბი და სწორედ სომერსბი დამეხმარება რომ ძალა და გამბედაობა მომწეს მეტი უხერხული დავალების შესრულებაში და დავამარცხოთ თვით რაბანა. რაშა, მომისმინე ხა ეს რა? გეხვეწები რა? მე დედას გეფიცები? უხერხულად ვარ შენს მაყურებელთან უკვე. ოჯახის წევრებს ვენახულობ იმდენჯერ რამდენჯერაც მე ვარ შენს გადაცემაში. ჩემმა მაყურებელმა გთხოვთ გულები გავუსპამოთ რაბანას, რათა ნახოს თუ როგორ ძალიან უყვარს ჩემს მაყურებელს. მე ცირით ვიგრძნობ სიყვარულს, აი რამდენი კაცი გადმოვა და გამოიწეს ჩემ არხს, აი დავაფასოთ მეგობრებო, გადავიდეთ და მისი არხი გამოვიწევთ. ავიყვანოთ 80,000-მდე. ვახ, საოცარი. ეს არის ერთ-ერთი უხერხული დავალება ჩვენი მაყურებლისთვის. ვა, კი. საწყისი წერტილი იქნება სახელოსნო ბარის ლოკაცია და ვინც პირველი შეძლებს 1 საათში უკან დაბრუნებას ბონუს 2 ქულას მიიღებს. ბონუს ქულების გამომუშავება ასევე შეგვიძლია ყველა მარტივი, ყველა საშუალო ან ყველა რთული დავალების შესრულებით, მაგრამ თუ მონაწილე რომელიმე სირთულის ვერცეთ დავალებას შეასრულებს, მინუს ქულები დაეწერება. გამარჯვებული იქნება ის, ვინც ჯამში მეტ ქულას დააგროვებს, რომელიც 500 ლარს ჯაიჯიბავს. თუ მზად ვართ, დაიწყოს სირცხვილის ომი მეგობარო. კი ბატონო. სანამ დროის ათვლას დავიწყებთ, მადლობა კრედოს, რომ ჩვენი სპონსორია და გვაძლევს საშუალებას, რომ თქვენთვის საინტერესო კონტენტი შევქმნათ. ერთი, ორი და სამი. წავიდა. აი, ჩვენ ეხლა გვაქვს ესეთი სტრატეგია მეგობრებო. მშვიდობის ხიდთან ვართ, ავიდეთ ჯერ იქით პარკში გადავიდეთ, წესით ბევრი ადამიანი იქნება, ვის დაგვეხმარება რა. ეხლა უცებ სად ვისთან აქ შევიდე? რაღაცა გქონდა მოგაცილე. შეო. წავედით ფაბრიკაში მივდივარ ეხლა და თელ ჩელენჯებს ვფიქრობ რომ იქ მოვასწრებ წესით არ ეკით ყველა. მინდა ვინმე ქართველი. ჩემი გამომწერი თუ შევხვდება ხო ვაფშე ძალიან მაგარი იქნება. გამარჯობა, რაღაც ვიდეოს ვიღებთ. შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ ერთი წამი მოგაცდეთ რა. აი, თუ დამეხმარებით ნებისმიერი ჩელენჯის შესრულებაში ერთი მაინც, მაგალითად, რომ დამეჭყანოთ და ფოტო რო გადაგიღოთ. თუ არ გაწყობთ. დავარცხნოთ? თმის დავარცხნის ჩელენჯს ვაკეთებთ. სრულად ახალი სავარცხელია. აი, რომელს დაგვარცხოთ? გადაგისმენთ უბრალოდ კამერაშიც რომ გამოჩნდეს რომ ამ ადამიანს ვარცხნით მას. იმედი არ ვწიწკნი. ძალიან დიდი მადლობა შესრულებისთვის. გაიხარეთ, წარმატებული დღე. წავედით. ეს როგორ ყველაზე რთული დავალება რომ ყველაზე მარტივად გავაკეთე ამ უღამებ თქვენს? კაი, საიდან ავიდე ახლა მითხარი? გამარჯობა მეგობრებო, YouTube-ს უყურებთ? ჩემ დამეხმარებით და ჩელენჯის შესრულებაში? აი შეგიძლიათ ერთ წამს აქ მოხვიდეთ. რაბანა ხო გაგიგიათ YouTube-ები? ჩემი საყვარელი იუთუბერია რა. მაგას ვეჯიბრები უნდა ვაჯობო, 10 უხერხული დავალება უნდა შევასრულო რა. მოდით, რომელიღაცა თქვენგანი უბრალოდ ერთი წამით ხელში რო ავიყვანო თუ შეიძლება. დამეხმარებით? უბრალოდ ხელში აგიყვანოთ რომ კამერაში გამოჩნდეს და მორჩა. მე რამდენი კილო ხარ? 55. აი 55 შეძლო. 1, 2 და 3. აჰა. ეგ არის. შეისახელი? ანდრია, მადლობა ერთი ჩელენჯი შემასრულებინა. აბა, კარგად მეგობრებო, წავედით. აი ეს ორი ჩელენჯი ხო არ გადავა, ბიჭო, ძალიან მარტივად მივდივართ. ეხით ჩავიდე, იმას აღვხათ რა, დავიქცეთ. ეხით ჩავიდე, ხო? ხო, უჭო. ხო. ეგ არის მოვედი. წინა ხო? გამარჯობა. ისა მაქვს რა ქვია, რაღაც ჩელენჯი მაქვს რა და ფოტო მინდა რომ გადაგიღო თუ შეიძლება. ვიდეოს ვიღებ რა. კი ბატონო, უბრალოდ ვითამდე ისმა გავარკვევთ ფაბრიკის ტერიტორიაზე გადაღების ნებართვა. უი, რა სიძახი. მართლა? გამარჯობა. ვიდეოს ვიღებთ, მაგრამ თუ გვეტყვით რომ რაღაც პროცესში არ გვინდაო, აღარ გადავიღებთ. უბრალოდ კითხვას დაგისვამთ. შეიძლება დაგვეხმაროთ რა. არა? კარგი, მადლობა.
აუ, ბევრი ტურისტია, მე მგონი ცუდი ადგილი შევარჩიეთ, კარგად დავიწყეთ, ცუდად ვაგზელეთ. პრობლემა შეიქმნა ის, რომ გარე სივრცეში არ შეიძლება უნდა შეატაყმო ადმინისტრაციასთან აუცილებლად და ეხლა მოგვიწევს ესე შიგნით მენეჯერებთან შეთანხმება რაღაცაების რომ შევალთ რა. ამიტომ ეხლა აქ რაც შემიძლია უცებ გავაკეთო, ეგ არის მარტივი დავალებები ალბათ რა. ბიჭებო, რაღაც ჩელენჯი მაქვს. უბრალოდ თმა რომ პატარათი გადაგვარცხნო თუ შეიძლება. აი ოდნავ. არა, თმაზე. ჩვენ არა. როგორ? ჩვენ არა, უმუშაობ. მოკლედ რაღაც რამდენიმე ჩელენჯი მაქვს რა. ერთი არის მაგალითად რომ გამლელმა გაჩუქოს ნებისმიერი თავისი ნივთი, ოღონდ ფულის გარდა. რამე ნივთი თუ შეგიძლია, კალამი, ფანქარი, რაღაცა რაც გაქვს. გასაღებებსაც გაჩუქები. არა, იყოს ჩვენი იდეალური ეს სამაჯური ეს იდეალური. ამ სამაჯურს გავიკეთებ ძმაო, ვიდეოს ბოლომდე მეკეთება ხელზე და იმედია რომ ეს თილის მაიქნება ჩემთვის და გამამაჯვებინებს. მისთან გაქვს ჩელენჯი. რაბანასთან მაქვს ჩელენჯი. ხო და ეგ ისეთი გიჟია ყველას შეასრულებს და მინდა რომ რაც შეიძლება მალე შევასრულო რა. გაიხარეთ, მამა, მადლობა დახმარებისთვის. წავედით. აგერ ეს სამაჯური ძმაო ჩემია. მომუშავე პერსონაჟი, აბა ხალხი არ არის და ვინ გადავარცნო. ის იქით რომ თმას ჭრენის კანკას თმა საერთოდ არ აქვს. შენ აი არაჩვეულებრივი კაცი ვიყავი, რომელიც დამთავრდა რომ თმა გადავარცნო და აი პატარათი მოიცა. აგერ აი რო არ გიგონოთ რომ რამე თმის აი. შო შესრულებულია. უღრმესი მადლობა, ოქრო კაცი ხარ რა. მადლობა ძმაო ძალიან. რო დამეჭყანოს და ფოტო რო გადავიღო. ენაც რო გავომიყო საკმარისია. შეგიძლიათ? არა, რომ დამეჭყანოთ რა, გთხოვთ რა. 1 საათი მაქვს შესასვლელად რაღაცნაირად დამეხმარეთ რა. თუ გინდათ უცნაური სახე მიიღეთ რაღაც ესეთი, ან ენა გავომიყავით, უბრალოდ ფოტო უნდა გადავიღოთ რა. შეგიძლიათ? შეძლებთ? კარგით. ნებისმიერი, როგორც გაგიხარდება. 2 და 3. ვერა, მიდი დამეჭყანეთ რა, გთხოვთ. ეს არის დაჭყანი. კარგით. ზედმეტად ვამაზებ, ზანდებით იმისთვის რომ დამეჭყანოთ ესე. მაინც მადლობა რომ მეცადეთ დახმარება. კარგად. ვინმეს დაჭყანება, ესე იგი თვად მარტივი დავალებაც არ ყოფილა. ოზი. კარგი. რაღაცა ჩელენჯი არ გინდა? კაი, всё არა პრობლემა. აქ ხო რა რაღაც ჩელენჯი ვიღებ ახლა მონაწილეობას რა. რაღაცა უნდა გავაკეთო. ან მე უნდა აგიყვანო, ან პროსტა ფოტო გადაგიღო რო იჭყანები, ან კიდე მაჩქო რაღაცა ნებისმიერი ნივთი. რომელი გირჩევნი? აუ, შეგენაცვალე, დავაი, ჯიჯი აბა რა. კევს გაჩუქებ რა. ხო მოსულა, ბაზარი არა. მოდი ძმაო შენს რა გიქცევ. всё, ისე თუ გინდათ ორ არა, ჩემთან რეკლამაში ორი იყო და ხო, მან ვერ მაგიტა. უღრმესი მადლობა, ძმაო. ოქრო კაცია. წავედით. შეგიძლიათ რაღაცაშო დამეხმაროთ? რო დამეჭყანოთ და ფოტო რო გადაგიღოთ. Нет, спасибо. Потому что как красивый. Это как красивый. კარგი, მადლობა, კარგი. წამოდი. აი, იქით წავიდეთ. წავიდეთ. რუსულად არავის არ დავებაზრებით, კაცო, რუსული არა იქ. გამარჯობა. რაღაცა უნდა გთხოვო მოკლედ რა, ვიდეოს ვიღებ. აქედანვე გავფრთხილებ. პროსტა ხელში რა გიყვანო მოსულა? აი ეს პროსტა აქწევ რა და ჩამოგწევ ისო და დაგბლარავთ რა. ხო, შენ. მე მეგონა კითხვა უნდა დაგესვა და არა, კაცო, რომელი ის მე ჟურნალისტი. იმენა არ გამოგადიგე. მოიცა რა, მე ისები იქნებ რა მე ისეთი მაქვს. თუ კითხვა გაქრას უნდა უპასუხო და კაი, კი. აბა. აუ, კარტი იქ დამრჩა ჩემი. ჟაკეტში. რაღაც კითხვას დაგისვათ, თხოვთ დამეხმარეთ რა. ჩელენჯი მაქვს გასაკეთებელი. სად გაიქეცით? ეხა იცით რომ ჩემი ბედი წყდება. შეგიძლია შემაიცო დამეხმარო? Я не говорю по-грузински, они говорят, но... აუ, წამო გავყვეთ. წამო, მეგობრებო, ერთი წავით, მოდით. რო რამე ვიცი რა კარტიცაა და ისე რა უთხრა უცებ მითხარი ნებისმიერი კარტი და გამოვიცნობ. მითხარი და გეტყვი ის კარტი მაქვს თუ არა იქ ჯიბეში. ვალეტი. არა, всё, არა. ჯიგარი ხარ. წამ უნდა გავიქცეთ ოზი და ავიღოთ. ანუ უეჭველი ბურთი და ის იქამა ყველაფერი. 11 წუთი გავიდა, მარტო 3 დავალება მაქვს შესრულებული. აუ, იმათ მაინც მივუთხარ, წამ. უნდა დამეჭყანოთ და ფოტო უნდა გადაგიღოთ რა, გთხოვთ რა. აი, რამდენიმე დავალება მაქვს. დანარჩენი უფრო ისეთია, ამას არც გიტყვით რა, მაგრამ ეს არის ყველაზე მარტივი, რაც შემიძლია რომ გთხოვოთ. თუ არ მოგეწონება შენი დაჭყანული სახე, თავიდან გადაგიხილოთ. ზად ხარ? კაი, 1, 2, 3. აუ, ჯიგარი ხარ, ზაო, ნახე რა კლასი ფოტო. შენი სახელი? მადლობა, ნიკა დახმარების. რაბან მოგიგებ უეჭველი, წამო. I have a challenge for YouTube video. I can blur you. It's no I can blur you if you want. No, No? I won't. Yeah, okay. Thank you. უпросо უცებ ერთი კარტი მითხარით უბრალოდ. რა გაგახსენდათ უცებ?
ცხრიანი ჯვარი. კარგი, მადლობა ძალიან დიდი. უცებ კარტი ნებისმიერი რა გახ Sorry, I you don't understand? No. შენ I don't speak Georgian. Yeah, okay. რა ხდება ბიჭო, ქართველი ვერ ნახე. მოგოებო ერთ წუთი გთხოვთ რა გთხოვთ. არ თუ მოგიდებათ გადაგბლარავთ სამის. ერთ-ერთმა მინდა უბრალოდ კარტი მითხრათ. ნებისმიერი კარტი, აი რა. როგორ? აი, მადლობა. საათ. ხმარა ერთი იმიდან არ შეგვილია ბევრი. აუ, ერთი შანსით რომ მომცეთ, უფრო მარტივი რაღაც რო გითხრათ. ნახეთ, მე ვარ ილუზიონისტი და თქვენი ჩაფიქრებული კარტი რო გამოვიცნო, შეიძლება? აი, ნახეთ, ერთი კარტი მიჭირავს რა. ოღონდ აი, არ დაფიქრდეთ და ხმამაღლა დაასახეთ ნებისმიერი კარტი, ნებისმიერი. შვიდიანი გული. თუზი გული უნდა გეთქვათ, მაგრამ არა უშავს. მაინც მადლობა დახმარების. არც ერთი არ გამოგვივიდა. წავედით. აუ, იმას აქვს დამაგული, უფრო ხშირად ამბობენ დამაგულს. ბიჭებო, ჩელენჯს ვიღებ რა, უნდა დამეხმაროთ ერთ-ერთი ჩელენჯის გაკეთებაში. დაგბლარავ რო რამე, კარჩი არ გამოგაჩენ. შენ? არ ჩენ? ანუ, პროსტა რო ხელი მოკიდო და გავიაროთ რამოდენიმე ნაბიჯი, არა? ჩემი კაი, მადლობა. Can you name out loud any playing card you want? Just name out loud any playing card you want. Say and I can choose. Okay, it's a higher card than king, maybe it's an ace or no. It's the highest card, ace. Ace, yes. Yes, and which color do you want? It's a red card because you are wearing a red t-shirt. So if you want, you can just say red. Okay, which one? It's a diamond or heart? Hearts. Okay, I am holding the ace of heart. Thank you very much. Thank you for helping. Thank you. Have a nice day. Bye. ბიჭო, ცოტა ვიჩეთერე რა, მაგრამ არ ვიცი რამდენად შეიძლება ამის ჩადო. გამარჯობა. რაღაცა ჩელენჯი მაქვს შესასრულებელი იქნებ დამეხმარო. აი ტაქსი ამ წუთას მოგწევი ძალიან. კაი. არ და ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ჯიგრები ხართ არა უშავს. გამარჯობა. ერთ წუთი რო გაგაჩეროთ? არა, კარგი. ქართული გესმის? ქართული ნო. ქართული? ოკეი. გამარჯობა. რა კარტი მაქვს თქვენი აზრით? უცებ. არავის არ უნდა კამერაში გამოჩენო. თან მithonეს ეხა ვიღაცა შეუჭამო რაღაცა. არ ვერ ვიზამ მაგას. შანსი არა. ღმერთო ჩემო, ქურთუკი ქუდი ან და გაიქეცი, ვაიმე. სად გავიქცე ჩემი ხა ვის გამოვართო? მეგობრებო, წინა ვიდეოში გესაუბრეთ კრედოს მობაილ ბანკის MyKredos აპლიკაციის შესახებ. თუ არ გაქვთ გადმოწერილი, შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ მეგაბაიტების გარეშეც სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ დროს შეგიძლიათ MyKredos-ში განახორციელოთ საბანკო ოპერაციები. მოითხოვოთ თანხა და აიღოთ. თუ აპირებთ რაიმეს განვადებას, განვადების ლიმიტი წინასწარ დაიმტკიცოთ, მაგალითად ფულადი გზავნილები გაიტანოთ ასევე სპეცკურსით და ასე შემდგომ. ასე რომ გადმოწერეთ MyKredos აპლიკაცია და შეიქმნით მაქსიმალური კომფორტი ნებისმიერი საბანკო ოპერაციის დროს. ეხლა მივდივართ დედანეში, იმიტომ რომ ძალიან მგონია რომ ამოვწურეთ ეს. თან ძალიან ბევრი ადამიანიც არ არის, უმრავლესობა ტურისტია და იმედია დედანეში მეტ ქართველს შევხვდებით. ნახევარზე მეტი შევასრულეთ რა. ერთი რთული დავალებაც რო შევასრულო, პენალტი ანუ მინუსკულა აღარ მეწერება რა. არ ვიცი საჭმელს რამდენად შეუჭამ ვიღაცას, მაგრამ ქურთუკის გამორთმევაზე და გაქცევაზე ვფიქრობ. რაღაცა შედამეხმარო შეგიძლია ვიდეოს ვიღებ. ხელი ჩამკიდე? აკეთა ხელი ჩამკიდე, წამოდი გავიაროთ პატარა. გავიაროთ მე და შენ. всё, ეგ არის. ეს ხო გაკეთებულია, всё, ჩათვლია. ვიდეოს ვიღებ, ბიჭებო, აი დროში ვარ შეზღუდული. ჯიგრები ხართ, გაიხარეთ, გაკოცეთ ყველას, აბა თქვენ იცით. ევროპა. აბა თქვენ იცით. всё, დავარ, ჯიგრები ხართ. მეგობრებო, ალბათ შეამჩნიეთ, რომ მე კი ამყავს, კონკრეტულად მოდელი არის Kia Niro, ჰიბრიდი 2017 წლის. ძალიან კომფორტული და გამომდგარი მანქანაა, განსაკუთრებით თუ ოჯახისთვის გინდათ მანქანის შეძენა, ამიტომაც გადავწყვიტე მისი ჩამოყვანა, მაგრამ საქართველოში ნუ ესე ძალიან გაბაზრებული მანქანა არ არის. ამიტომ ბევრი კითხვა მქონდა, რაშიც ერთი ძალიან კარგი ადამიანი დამეხმარა, მოკითხვა აქედან დათოს, რომელიც თავის საქმის პროფესიონალია. ეს არ არის მეგობრებო რეკლამა, უბრალოდ თუ ვინმეს
Kia-ზე ან Hyundai Ioniq-ზე, Ioniq-ის მოდელებზე რამე კითხვა გექნებათ ნებისმიერი მიმართულებით. ეს იქნება ელექტრონული დიაგნოსტიკა, ძრავის და ყოლოფის შეკეთება, შემოწმება, ზეთის და ფილტრის გამოცვლა თუ ნებისმიერი ავტომომსახურებას და სერვისს რაც შეეხება, შეგიძლიათ მიმართოთ Kia and Hyundai Ioniq Service Hubs. ჩათვალეთ რომ აღმოჩნდებით ძალიან სანდო და პროფესიონალი ადამიანის ხელში და მით უმეტეს თუ ეტყვით რომ ლაშა გელაშვილის გამომწერი ვარო, განსაკუთრებული ყურადღებით და ფასით ისარგებლეთ. მათი Facebook page-ის ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში მითითებული. შენ? არა, კაი, მადლობა, დიდი მადლობა. უნდა დამეხმაროთ, გთხოვთ რა. ერთი არის, პროსტა ერთი უნდა აქციოთ და ტაქსო ვიგრევე, პროსტა ჩელენჯია ეგეთი, გეხვეწები დამეხმარე მაგაში. აუ, შეგენ თქვენ ბიჭო რა ოქრო ხალხი ხართ, მოიცა, ეს დაიჭირე ოზი. ეს დაიჭირე, მოდი. მოდი. აგერ ზმო. მოდი, უნდა ჩაგეხუტო, ოქრო კაცი ხარ. ჯიგარი ხარ. აუ, აბა თქვენც. ჯიგარი, მაიტა ბუთი. აუ, ნახევარი საათი გავიდა უკვე. ტოქში მე მგონია ეხა უნდა შევასრულო მაქსიმუმ 2 დავალება და უკანა დავბრუნდე. პირველი რაღაცნაირად უნდა მოვახერხო, რომ ქურთუთი, ქუდი ან აქსესუარი გამოვართვა ტიპ და გავიქცე და ბურთი უნდა შევასრულო. ამას თუ გავაკეთებ, მგონია რომ შემიძლია უკან დაბრუნება რა. ტოქში, იაკობ, დრო აკონტროლე 10 წუთი. შემახსენე უბრალოდ რა. ხო, რა ხდება? ბიჭო, საშინლად, ძმაო, მარტო 2 დავალება დამრჩა. თქვენ რა შვებით? რატო? მეც ეგრე ვარ, ძმაო. რამდენიმე დავალება შევასრულე. ყველა მარტივი მაქვს შესრულებული და ერთი საშუალო მორჩა. გამარჯობა. ეხა უცებ, აი არ წახვალთ აქედან. რა კარტი მაქვს აქ? აგური. არა. შენი აზრით? არა, შენი აზრით? რა კარტი მაქვს აქ? დამალული მაქვს რაღაც. როგორ? არა. კაი. ერთ ფოტო მინდა რომ გადაგიღოთ, ძალიან გთხოვთ. ოღონდ ცოტა ის არის, უნდა დაიჭყანოთ. და კაი, შო? მოსულა? ხო, პროსტა ენაც რომ გამოყო. აუ, შაბა რა. მაიცა? აუ, რაჭი გარი. всё, კაი, მადლობა. ვიდეოს ვიღებ რა და მაგის ჩელენჯი. ნახავ, ლაშა გელაშვილის არხზე დაიდება, ხო? აბა თქვენც. კარგად, კარგად. აუ, მოიცადეთ, აუ, მეგობრებო, კამერაში გამოაჩინეთ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სასმელია. აი, ამ ხალხს შეუჭამე ჩიფსი. მადლობა. ჩემი რა შევასრულე, ხوار გადაობ, რაბან. გამარჯობა. ერთ წუთი შეიძლება რომ მათხოვო ეგ ვიდეო, აი ერთ წუთი. ეს შეიძლება რომ დაბიჭირო 2 წამ. ძალიან დიდი მადლობა. ეხა შენ ისეთი საქმე გავიკეთე, უღრმესი მადლობა. ჩელენჯი გავაკეთებინე. კაი, ბურთი დარჩა. ბურთი საკეცოა. შეგიძლიათ დამეხმაროთ 5 ჯერ ვავკენწოთ ბურთი. 5 ჯერ უნდა აუწყოთ ერთმანეთს, ანუ 1, 2, 3, 5, მეტი არაფერი არ არის. ანუ რამდენიმეც დაგვაქვს რა შეზღუდულები არ ვართ, მეც არ ვიცი კარგად. 5 ჯერ რაღაცნაირად ფეხი უნდა მივარტყათ რა. არა, სიტყვას გაძლევ, ილუზიონისტის სიტყვას გაძლევ, რომ არაფერი ფოკუსი არ ხდება, მართლა. ბურთთან სიახლოვეში რომელი ხართ? არც ერთი? პროსტა ვერ გადაობავთ ბურთს. ხო, ერთმანეთთან უნდა გადავიღონ აგდებულზე, ანუ ისე რომ არ დაგვივარდეს. ხო, ვერა. ერთი. არა უშავს, და ულიმიტოდ გვაქვს 2, 3, 4. ოიცა. ერთი. არა, მეც არ ვიცი, არ არის პრობლემა. მოდი. 1, 2, 3, 4, 5. ეგ არის, ჯიგარი ხარ ძო. გაიხარე ძო, ეგ არის. ესე შესრულებულია. აი. არა, გამოვა, უეჭველი გამოვა. 2, 3, 4, 5. ეგ არის. всё. შეგენა ცოლი ძმო, ცოტა კი დავიღალეთ, მაგრამ გაიხარე, უგროს მალო. რა დავჭა? აი, ვინ ხო შეუბერო? ბაზარი არა. ეს უცხოელი იქნება. არა უშავს. კითხვა მაქვს უბრალოდ. რას ფიქრობთ რა კარტი შეიძლება იყოს აქ? 5 აპური. არა, შენ? დამაგულიო დედასპიცო. ყოჩა, ძალიან დიდი მადლობა მართლა. წავედით ბიჭო. დამეხმარებით რაღაც ჩელენჯის შესრულებაში?
ან რაღაცა challenge ვასრულებთ მოკლედ. კი, გამომარჯოს მეგობარო. ესე იგი რაღაც challenge ვასრულებთ რა. რაიმე აქსესუარი თუ შეგძეთ რომ მათხოვოთ რომ ვიდეოში გამოჩნდეს. აი თუ მაგალითად შენ სათვალეს გავიკეთებ რა. ეს ბეჭედი. შეიძლება აი სათვალესაც თუ მათხოვებ უბრალოდ გავიკეთებ რა. აი მეგობრებო მეგობრებო მაპატიეთ თუ ხერხუთ მდგომარეობაში ჩაგაყეთ უბრალოდ ეგეთ დავალება მქონდა მაგრამ მადლობა დახმარ გაიხარეთ კარგი გაიხარეთ ასე ვაჰ ჩემი ღوار გადაო ოზი მეუნება რომ ექსპრომტად ჩავრთო Привет და ვილაპარაკებთ შეგიჭამ რა საჭმეში უტა ცოტაში აუ ფოტოს გადავიღე Rojo. Como que está? Fina sole. Ბიტოქში ხერის ჩაკიდება დამრჩა და კეფაზე სულის შებერო. აი ვიღაცა. აი მე ვიდეო, აი ზუსტად. შემიბერეო გეძახის. გამარჯობა მეგობრო. ვერ გავაკეთე. აუ ვერ მოვა დამინახა აზრია. კაი რაღაც დავალება მქონდა რომ უკნავდა მივიდე ადამიანს და სული უნდა შეუბერო და. რავი ლაშა ცოტა რომ მოიხოდები მერე დამიძახე ძმაო. 1 საათი. ძალიან იზი თასკი იყო. რაღა დღეს დაემთხვა ასეთი სიცხე. პლუს მაგას ლოკაციაში არ გამიმართლა. მივედი ადგილზე სადაც უფლება არ მოგცეს გადაღების. სხვა ხალხი დავკარგე. ჩემი სულელური გადაწყვეტილებით. მაგრამ მე მგონი დავქლა შეიცით. მოვა ძიასთან ის 500 ეროვნული გელა. ვის შეუბერო? 40 წუთია ჯერ მაქვს 10 წუთი მაქვს რომელიღაცა ერთი მაინც რომ გავაკეთო. გავია. შეიძლება. აი მას ჩავკიდებ ხელს და გავიგე კარგი. ნადობა. მოკლედ რაღაცა ვიდეოს ვიღებთ რა. სადაც მაქვს ერთ-ერთი დავალება. ნახე, ხელი ჩაკიდე გამოვლეს და გაიარე რამდენიმე წამითო და შეიძლება რომ ვიდეოში გამოვაჩინო ხელი ჩაკიდე და გავიარე. ძალიან დიდი მადლობა, გაიხარე. აქეთ კიდე ერთი ადამიანი იჯდა და მაგასთანაც ხო არ ვცადო. არა ადგა ის წავიდა. აქ იჯდა ერთი. კაი წამა. აღარა გვაქვს რომ წამა. რომ მიდოდა რა ხო იზე გამეკეთებინა ყველა რა მაგრად ვეცადე მეგობრებო. საიდან გავიეთ? ხო. ბიჭო, აი რავი ვერ შევასრულეთ ბოლომდე და ეხა დავიძარი რომ უკან მოდივართ, თქვენ რა ქენით? ჩვენც მოდივართ უკვე. შეიძლება ამ ბონუს ქულით მოგიგოთ. რატო? იმიტომ რომ იაკობ დააფიქსირე რომ შვიდობის ხიდის ქვეშ ვართ და 40 წამი მაქვს ჯერ კიდევ დარჩენილი. თქვენ ამდენ შეასრულეთ? აი რომ მოვახნახავთ. 40 წამში შვიდობის ხიდის იქიდან გადაასწრებ. ბაზარი არა. არა, ძმა, უკვე ჩამოვედი, ბრატ. აი, წამზომი, ნახე? აგერ იაკობ გადამიღე ძმაო. ეს არის ძმაო, აი ბონუს 2 ქულა ჩემია. აგერ დაველოდოთ, ერთ-ერთი ვარიანტი რომ რაბანა მომიგოს არის რომ ყველა დავალება შესრულებული აქვს რა, სხვა ვერსეთი კომბინაციით ვერ იგებენ. კომენტარებში დაწერეთ თუ მოგწონთ, აუცილებლად კომენტარებში დაწერეთ, სანამ ჩვენი უსაყვარლესი და უმაგრესი რაბანა მოვა, ვინ მოვიწვიოთ შემდეგ ეპიზოდში. აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო. ცუდი ადგილი. ეს რანაირი შენახვა, პარკინგის მაქაის შესვლა აკრძალულიაო. შეხედე რა წერია. როგორი დავალებები შეასრულეთ ძალიან მაინტერესებს. აი მე მოვალე ხარ. ოკეი, განუსჯელად. დავიწყებ პირველი კითხვით, პირველი რა დავალება შეასრულეთ ორივემ. მე შევასრულე ეს შებერვა უკან. რა? ხო, ძალიან ტექნიკურად გავაკეთე. ანუ მივედი რაღაცა ქონდა მეთქი და აი, გამვლელმა რა გაჩუქათ? აი, მან შეიძლება არ, მე კევი მაჩუქა. რა კევი გაჩუქა? ეგრე სიგარეტი. ხო, არა, ხო და ნახე, რო რამე
შეგვიძლია დისკუსია მოვაწყო და ჩემის სასარგებლოდ გადაწყდეს ყველაფერი. აი თუნდაც ჩავთვალო. არა, არ მინდა რა ის ჩეთერობა და ის რაღაცა ჭიჭყაობა რა და. კითხვის ნიშანი იყოს აი, მოდი კითხვის ნიშანი და. მოდი, კი ბატონო, არა. კაი, საჭმელი თუ შეუჭამე ვინმეს. კი. და დაჟე ის შევჭამე. რა ნაგრია, რამდენი იწუწუნა? თუ გინდა პიცას შეჭამე. რამდენი იწუწუნა აზე ხარ ბიჭო და ყველაფერი გავკეთე, მეც შეუჭამე. ნახე ამასაც. ბიჭო, ხომ არა მე არ ველოდი ხარ რომ შენ მაგას დამახვედრებდი. საბოლოოდ ორივე მონაწილემ 9-9 დავალების შესრულება მოახერხეთ, რადგან რაბანას კევის ჩუქება დავალების შესრულებაში არ ჩაითვალა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე დაბრუნების ბონუს 2 ქულაც მე მივიღე, რაბანამ 38 ქულის დაგროვება მოახერხა და ჯამში 38-ით 34 იმარჯვა. შესაბამისად, დამსახურებული 500 ლარიც მას გადაეცემა. 34 ქული. დაო ძალიან ახლო იყო ლაშა. მე ვიცოდი რომ შენ პირველად მართლ ხეს, როცა მართლა ვიგებ. იმიტომ რომ მახსოვს მე შენ როგორ დამცინები და დამცინები. როგორ არა იქ არასდროს პასუხს. აუ აღარ ჩავმართო ხელი გაეთხრე ხა აქედან რა. მესამე შეცდომა. ვახს, გილოც, აუ მე დროზე რა ჩამითვალო 500. ანგარიში ჩამიგდე. არა, შენ ხომ მითხარი რაბანო. პირველი ანგარიში უნდა იყოს ეს დარიგით 97000 ლარი ანგარიში პოსტა. კეიცნო, 17500 იქნება ეხლა. აх, დაისა, რამე ფეიკი არ იყოს. მადლობა, ეს 500 ლარი შენ არ იცი როგორ წამადგება მე ცხოვრებაში და როგორც ეხა მე წამეშველა, ისე წაგეშველო ცხოვრებაში შენ ყველაფერი. აცდა მარადის. ნახე დაო, და შენი სპონსორი? Somersby ძმაო, ეგ არის. მადლობა Somersby-ს, მადლობა კრედოს იმისთვის რომ ჩვენი ახლა სპონსორია. აუცილებლად დაალაიქეთ მეგობრებო ვიდეო, თუ გინდათ რომ მეორე ეპიზოდიც გადავიღოთ 10000 ლაიქს აიღოთ ეს ვიდეო. კომენტარებში გასპამეთ რომ ახალი კონტენტი ასწორებს და ბარემ იქვე მივწერეთ ვის შევეჯიბრო შემდეგ ეპიზოდში. უხერხული დავალებების ყურა გამოუშვან. ძალიან შეგიძლია. კომენტარებში გაწერეთ უხერხული დავალებები მეგობრებო. და ასევე ქვემოთ ლაშა რეალურია, იმიტომ რომ მართლა დარიცხა 500 ლარი. მადლობა ლაში. კარგი, წარმატებები.